დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის გამო შეშფოთებულები არიან. ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დიპლომატიურ კორპუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. პრაიმერისის ერთ-ერთი კანდიდატის განმარტებით თუ საარჩევნო კამპანია ძალადობრივ ფონზე წარიმართება, ეს არჩევნების თავისუფლებას და საქართველოს ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. განსაკუთრებით შეშფოთებულები ჩვენი მეგობრები არიან იმ ინციდენტით, რომელიც მოხდა ზუგდიდში, იმიტომ რომ ძალადობა საარჩევნო კამპანიის დროს არის სრულიად დაუშვებელი და იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო კამპანია წარიმართება ძალადობრივ ფონზე, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არჩევნების თავისუფლებას. ეს კი თავის მხრივ ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს ევროპულ მომავალს. ამიტომ ჩვენი საერთო ინტერესი უნდა იყოს ის, რომ არჩევნები იყოს ძალადობისგან თავისუფალი. ამაზე ძალიან მკაფიოდ ისაუბრა ყველა ელჩმა და საელჩოს წარმომადგენელმა. დავით ბაქრაძის განცხადებით მომხდარი ინციდენტები გარკვეული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. მისი ინფორმაციით ზუგდიდის შემთხვევაში ძალადობრივ აქციას ორგანიზებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უწევდნენ. ზუგდიდის შემთხვევაში ამ ძალადობრივ ჯგუფებს ორგანიზებას უწევდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ანუ საკრებულოს წარმომადგენლები და გამგებლები. აი ეს არის სწორედ პრობლემა, როდესაც ხდება ძალადობრივი ჯგუფების წახალისება, როდესაც ხდება ძალადობის წახალისება და როდესაც ადამიანები, ვინც ფიზიკურად უტევს პარლამენტის წევრებს, იმავე დღეს გამოშვებულები არიან 100 ლარის გადახდის შემდეგ. ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება კონკრეტული მოქმედებებით დაადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. მათ არ სურთ იფიქრონ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკუთარ გუნდს ვერ აკონტროლებს. ყველას გვაქვს იმედი, რომ ჩვენ ქვეყანაში პროცესები მშვიდობიანად, ნორმალურად და ცივილიზებულად წარიმართება. იმედია, რომ ხელისუფლება არ გააგრძელებს ისეთ პოლიტიკას, რომ ლაპარაკობდეს ერთს და სინამდვილეში ხდებოდეს სულ სხვა რამ. ჩვენ ბუნებრივი არ გვინდა ვიფიქროთ, რომ საკუთარ პარტიასაც და ქვედარგოლის სახელმწიფო სტრუქტურებს ვერ აკონტროლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნების ხელმძღვანელობა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ზუგდიდში მომხდარი ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ნაციონალურმა მოძრაობამ ვიდეო მასალა გაავრცელა, სადაც როგორც ისინი ამბობენ, ასახულია თუ როგორ უწევდნენ აქციას ორგანიზებას ქართული ოცნების აქტივისტები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამ ბრალდებებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ გამოეხმაურა. მისი განმარტებით მსგავსი რამ ხელისუფლების ინტერესებში არ შედის, თუმცა განაცხადა, რომ თუ კი ამ აქციებში მათი პარტიის რომელიმე წევრის მონაწილეობა დადასტურდება, ის ქართული ოცნებიდან გაირიცხება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, ყოველგვარი განცხადებები გავაკეთეთ. მე ყოველგვარი არ ვიცი, თხოვნების და ბრძანებულებებიც გავეცი, რომ მაქსიმალურად გააკეთონ ორგანიზება, რომ არ მოხდეს მსგავსი ექსცესები. ბევრი საუბარი ქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ მოიტანონ კონკრეტული გვარები. თუ ვინმე ჩვენი პარტიიდან და ჩვენი ოფისიდან ამაში მონაწილეობდა, მე აი საჯაროდ ვაცხადებ, რომ გავრიცხავთ ქართული ოცნებიდან და ისინი არ იქნებიან ჩვენი წევრები. არ ხდებოდა ეს ჩვენგან და არ შეიძლება რომ მომხდარიყო. ეს არ არის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესი. ზუგდიდსა და ბათუმში აქციები ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დაწყებამდე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტობის კანდიდატებსა და პარტიის სხვა წევრებს ქვები და კვერცხები ესროლეს. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დასკვნით ტურს, ის ხვალ თბილისში 15 საათზე ექსპო ჯორჯია საგამოფენო ცენტრში ჩატარდება. ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებით ხვალინდელი პრაიმერი საქართველოს ხელისუფლებისთვის ტესტი იქნება, სადაც გამოჩნდება თუ როგორ მოქმედებს ხელისუფლება იმ განცხადებების ფონზე, რომლებიც ზუგდიდის ინციდენტის შემდეგ გაკეთდა.